გივი თარგამაძე დააკავეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის მას 7 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. თარგამაძე განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა, ის პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის წარსულში კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი იყო და ციხეში 9 წელი აქვს გატარებული. ასევე ის მჯავრდებული იყო საბერძნეთ თურქეთის საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის. მან ასევე აღიარა, რომ წარსულში მუშაობდა რუსულ კგბ-სთან. თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა. თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 2 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნის ღამით ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. უნგრეთმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მხარდამჭერი წინადადება დაბლოკა. წინადადებას 27 წევრი სახელმწიფოდან მხოლოდ 1 შეეწინააღმდეგა.